დიდი მადლობა. ახლა რაც შეეხება ამ უცნაურ ადამიანს, მინდა თქვენს ფეხბურთს თამაშობდი? არა, მე ბურთზე ფეხი არა მაქვს დანარტყამი ეზოშიც კი. მართლა. არა, იმიტომ რომ ეს თუ ბავშვობიდან გაწვია თქვენ ამით ჩვენი თამაშენილი ფეხბურთი. რატო არ გიყვარდა მე და ფეხბურთი ვერ მეგობრობთ. აბა რა სპორტი გიყვარდათ ბავშვობიდან? ვერ ვიტყვი მაგას. რატო? რაღაც ისეთი სპორტიც არსებობს, რომელიც შეიძლება რომ არ ვეთქვა. მაესტრო, შენ იტყვი ალბათ. რა აქვს შენთვის ნათქვამი? მეო ძამიო, ფეხბურთს არ ვთამაშობდიო ბავშვობაშიო. ეზოშიო ყველა დარბადაო, მე კონცერტებს ვაწყობდი. ამით იყო ბავშვობიდან დაკავებული. ანუ სპორტზე არ გვიმხელს აიდუ. სხვათა შორის სირბილში არ მიჭირს და სირბილში? კომანდოში ვარ ნამყოფი და პირველი ადგილიც მაქვს აღებული 34 ჯარისკაცში. ეთყობა ესენი გახდილი ქოდა. ეს ხო იცი ეს როგორ არის? მხოლოდ იმიტომ რომ თქვენმა მეგობარმა დაიწყო ამაზე და ეხლა იუმორისტულ გადაცემაში ვართ არ მიწყინოთ ქუთაისელებმა გულში ჩადება იციან. არა. ან ბასრი ხო არ არის ექსილია პაუცეფ არ გამომიქანო. კარგი, გასაგებია რომ იმიჯია თქვენი ასე ვთქვათ შემოქმედებითი მე მაინტერესებს თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ასე თუ ვინმე დიზაინერი ყავთ. მე მეტსაც გეტყვი, მე შლიაპით დავიბადე. ანუ როდესაც ბოლო დროს ხშირად აკეთებენ ხოლმე შედარებას რომ აი ძალიან გავს გოჩა ჩერტკოვის და რაღაც და გოჩა თვალი და შორის ძალიან. ნანახი არ მყავდა არასოდეს რომ მე სულ ასეთი ვიყავი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უცბად მეთქი საიდან და აი გამახსენეთ და ხო არ ცეკვავთ? ცოტას. თუ დამიძახებს ნოევი ცეკვები და ურიგოთ არ გამომივა. ხო, არა? კარგი, წარმატებები თქვენ საიდან ესე იგი გავიგე რომ კონცერტებს მართავდით უბანში გისმენდათ მაყურებელი ალბათ ჩვენი ბავშვობის ნაწილია, ესე 10 კაპიკიანი ბილეთები იყო, მე კიდე გაცილებით უფრო ადრე მქონდა ბავშვობა, თქვენ დროს ალბათ თეთრები იყო, ხო? კი, თეთრები იყო. და ესეთი ადგილებს გავაფარებდით ხოლმე, ჩვენ ბავშვობაშიც იყო ასეთი და მე ძირითადად წარმოდგენებით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, თუმცა ფეხბურთს მეც ვთამაშობდი. იცი რა თამაშობდი? კახეთის თელავი, დუბლებში ვიყავი 2 ნომერზე. მაგრამ ძირითადად ჩემი მხრიდან გადიოდა საშუალოდ 20-25 გოლი. დაცვა მოგეხსენებათ თქვენ არა თქვენ 2 ნომერი და შესაბამისად გადავწყვიტე რომ არცხენამცველი გამენებებინა თავი. მთელი უბანი თამაშობდა ბიჭების და მაშინ ისეთი დრო იყო არ წავდა გუნდი ისეთი ნორმალური. ამიტომ მომიწია იქ თამაში. მაგრამ მაინც დაუბრუნდი იმ ჩემ პროფესიას, ეს ჩემი ამბავი და იცის მაყურებელმა, მაგრამ თქვენ რატომ შეხვდით ერთმანეთს და სად შეხვდით? რომ დაიწყეთ ერთად ჩაწერას. შენ გამოგდის ეგ მოყევი თუ არა? ეს ისტორია 6 წლის წინ განვითარდა, როდესაც მე ვუკრავდი მარჯანიშვილის მეტროს წინ. ამ ფეხსაცმელები. ოდნავ უარესით. რა კაი ადამიანია. თავის თავზე რო გადაობს მომწონს ეს რა. თვით ირონია არის ძალიან მაგარი რამ და მაგარი და ეს ძალიან დიდი ნიჭია მაესტროს სხვათაშორის რა. მაესტრომ გამოიარა და მითხრა რომ ერთი სიმღერა მომღერეო, ჩიორა ჩიტო იმღერე მგონი ხო? კი. და იმღერა ძალიან მაგრა. მომისმე ქუჩაში შენ უკრავ. მოდის მაესტრო, არ ეცნობთ ერთმანეთს და გეუბნება შეიძლება ჩემთან და მთხოვა რომ ეს სიმღერა მომღერეო თუ შეგიძლიაო და ისე შევეწყეთ ძალიან ნიჭიერად. ანუ არ გქონდა იმის პრობლემა რომ ან რეპეტიციის გავლა მოგუდულში აპარატურის გარეშე და მე მემღერებინა საჯაროდ, ჩვეულებრივად ძალიან მარტივად და მომხიბლა ძალიან იმან რომ ძალიან ენერგიული შემსრულებელია. აი მოაქვს რასაც ქვია რა. კი ბატონო, კი ბატონო. ვაიბი როგორ ეწახიან დრაივ. თქვენს ქუთაისელი ხართ ხო? არა. თქვენ საიდან? მე გურული ფოთელი ვარ. აჰა, ფოთელი. უფრო მეტად მეგრელები ცხოვრობენ, მაგრამ ხო, გავიგე. კარგი. ქუთაისე ვიცი რომ იუმორი ყელამდე, ჩემო ბატონო და მეტიც. საყოლის ამბებიც ბევრი. და არც ფოთში არ არის ნაკლები იუმორი. არ არის. იმედი მაქვს რომ დღევანდელი გადაცემა კარგი გამოვა.